მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით, და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. არ უნდა მათ საშუალება, რომ მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირება გადაფაროთ. იშლებიან ისინი, ძლიერდებით ჩვენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს განაცხადა. გუშინ კიდევ რამდენიმე საინტერესო გამოსვლელი იყო ამ აქციაზე. ერთ-ერთი მათგანი ნინო ლაღიძე დღეს ჩვენი სტუმარია, სამოქალაქო აქტივისტი და ასევე ჩვენი სტუმარი არის სამოქალაქო აქტივისტი ელენე ქაიხოსრიშვილი. მოგესალმებით და ჩვენ ვისაუბრებთ გუშინელ აქციაზე გადაცემის პირველ ნაწილში და ვისაუბრებთ ასევე ზოგადად პროტესტის მიმდინარეობაზე. და იმაზე თუ რა შეიძლება შეიცვალოს, როგორ მიდის პროტესტი. ბევრი კრიტიკოსი ყავს უკვე ამ პროცესს, რომ ჩვენ ხედავთ ამას, თვითონ შიგნით ხალხი უკმაყოფილოა, ზოგი აღარ დადის და ასე შემდეგ. მოკლედ ნინო, თქვენგან დავიწყებ. თქვენ გამოსვლა მართლა საინტერესო იყო გუშინ, ერთ-ერთი ყველაზე ომახიანი რაც აკლია ამ აქციებს. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ჯერ გუშინელ აქციაზე, ხო, გუშინელ აქციასაც გამოვიშვა კრიტიკოსი, აი კიდევ ერთი რაღაცა აქცია შეიგრიბენ და იშალნენ და ასე შემდეგ, ასე რომ უნდა გაგრძელდეს და ზოგ ვერ ხედავს ამაში რაღაც აზრს უკვე. ნუ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ცალკე იყო კრიტიკა, ხო, პოლიტიკოსების მხრიდან იქნება თუ სხვების მხრიდან. თქვენი აზრი როგორია? ხო, კრიტიკოსი ეხლა დღეს აქციის კრიტიკოსი ნამდვილად ვერ გამოვალ, იმიტომ რომ ამ აქციის მონაწილე ვარ. ყოველ შემთხვევაში და დამკვირვებელი ვარ, ასე ვთქვათ, პროცესის. ეს პროცესი საკმაოდ ისეთი ხანგრძლივია, მაგრამ ძალიან ლოგიკურია და ძალიანაც შემართებით ვარ, იმიტომ რომ აქცია იმისია, რომ უნდა შეიკრიბოს, მერე უნდა დაიშალოს. თავარია ეს პროტესტი არის უწყვეტი, პრინციპული, თანმიმდევრული და სანამ შედეგზე არ გავა, ყოველ შემთხვევაში იქ არის ადამიანების რაღაცა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაშლას არ აპირებს. ეს ძალიან მახარებს. იმიტომ თუ გინდა შევქმნათ თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო, ამისი მოთხოვნა უნდა იყოს ქვეყანაში და თუ კი ერთი ადამიანი მაინც ითხოვს ამას, სახელმწიფო ვალდებულია მას მოусმინოს. ამიტომ თუ არ იქნება იქ 200 კაცი, იდგება ნინო ლაღიძე და მოითხოვს დემოკრატიას ამ ქვეყანაში. ამიტომ მე მწამს პირველ რიგში საკუთარი თავის, საკუთარი პრინციპულობის და საკუთარი გაუტეხლობის და თუ კი მე ვიქნები დამკვეთი დემოკრატიის ამ ქვეყანაში, დაევიღო მე და თუ კი ვინმე შემომიერთდება, პირიქით ძალიან გამიხარდება. რაც შეეხება ხა გუშინდელ სიტყვას, საზოგადოებრივ დუღილს ამასთან დაკავშირებით, ამ თვის განმავლობაში რაც იქავარ, ძალიან ბევრი ფორმაცია, ძალიან ბევრი ჯგუფი არსებობდა, რომელიც შეიკრიბა, შემდეგ გადანაწილდა, ძალიან ბევრი იდეები წამოვიდა, რა ფორმა შეიძლება რომ სახელმწიფომ შეიძინოს, იყო ჩავარდნები პოლიტიკური სპექტრისაც, იყო ვთქვათ პირიქით მათი გააქტიურებაც. ეხლა ხდება სწორედ ფორმირება ამ ყველაფრის, როდესაც უკვე რაღაცა კულმინაციაში ავედით საზოგადოებამ, რაღაცა ყველაფერი გავაკეთეთ თითქოს, რისი გაკეთებაც პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო. რაღაცა გამოცდილებები შევიძინეთ, რაღაცა ცოდნა შევიძინეთ, ახალი გადავდივართ შემდეგ საფეხურზე. და შემდეგი საფეხური და შემდეგ საფეხურზე ძალიან კარგად რეაგირება მოახდინა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, როდესაც პოლიტიკური ელიტა გამოამწყვდია ციხეში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის მზადებაშია რაღაცა და დადო თან კონკრეტული ვადები, 7 თვე. დაახლოებით ერთ და იგივე ვადებით გამოამწყვდიეს ისინი 7-8 თვე. ანუ აი ეს 7-8 თვე იქნება ალბათ ის ყველაზე გარდამტეხი, რაც პოლიტიკურ პროცესს აი ესე რაღაცა დრო დაუწესეს. რა შეიძლება რომ გააკეთოს ამ შემთხვევაში? ის გააკეთებს უარეს და უარეს. ჩვენ უკეთესობის მოლოდინი არალეგიტიმური ხელისუფლებისგან არ უნდა გქონდეს. ის წავა ყველაფერზე ბოლომდე, რათა დაიცვას თავისი, ასე ვთქვათ, ძალაუფლება, რომელიც მოპოვებული აქ ახლა და ხელში აქვს ჩაგდებული. მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც მას ხის წინააღმდეგობას არ უწევს. ითვალისწინებს სახელმწიფოს მთელ რიგ პრობლემებს და იმ ძალიან რთულ გზას, რომელიც გამოვიარეთ, იმ რთულ გამოცდილებას, რომელიც შევიძინეთ და ამაში უკან დაბრუნება აღარ გვინდა და შესაბამისად გონივრული საზოგადოება უპირისპირდება აბსოლუტურ დიქტატურას. ხო, მაგრამ ცოტანი ხარ თუ ყობახიძე გამოვიდა საერთოდ 2000 კაცი იყავით გუშინ. ცოტა ბევრი არ არსებობს რა. მაგას ვამბობ, რომ მერაბ თუ ერთ ადამიანს სურს გარდატეხა შემოიტანოს და ამას საზოგადოება ეთანხმება, იქ ცოტა და ბევრი არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს ზუსტი რიცხვი, ვინ რას ფიქრობს, ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფები დგანან იქ. ყველას თავისი შეხედულება აქვს, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას პატივი უნდა ვცეთ აბსოლუტურად. გუშინ სცენაზე
იდგა ფაქტიურად სულ ყველა, ვინცაც სურვილი ქონდა რომ იქ მდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვიყავი იქ მოაზრებული რა ვსულიყავი, რაღაცა მომენტში გადავწყვიტე რომ ავსულიყავი და დავდექი და ვთქვი ის რაც ვთქვი, რაც მე მაწუხებს. ყველა ის ადამიანი მოძებნის რაღაცა თავის ადგილს, თავის როლს, თავის ძალას და როცა იქნება, ის მზად იქნება ავა და იტყვის თავის სიტყვას. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ გულწრფელად. აი ეს აკლია ამ სახელმწიფოს რა, რომ სახელმწიფოდან შეთანხმება უნდა შედგეს ჩვენ შორის, რომ რას ვაშენებთ, რისთვის ვიბრძვით, რა არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მთავარი წერტილი, ფოკუსი, რომელზეც უნდა აი ყველა რაღაცნაირად შევჯერდეთ. ჯერ ეს წერტილი ნაპოვნი არ არის, როგორც ჩანს, და ამიტომაც აი ჯერ კიდე ესეთი ამოღრმულია. ყველა ალბათ ვერ შევჯერდებით, იმიტომ რომ არის ხალხი რაღაც ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს და ცოტანი არანი არის ისინი, არის რაღაც ნაწილი, რომელსაც შეიძლება არ უჭერს მხარს, მაგრამ ასე ტრაგიკულად არ უყურებს მიმდინარე მოვლენებს და ფიქრობს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ეხა ქუჩაში გამოვიდეს და დღეს ამოქმედდა კანონი, როდესაც შენ სასამართლოში მედიას შესვლის უფლება გეკრძალება. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს კარები მთლიანად დაიხურა და ჩაიკეტა, რაც ნიშნავს სახელმწიფო დაიხურა და დაიკეტა. ეს შეიძლება იყოს მთავარი გამაერთიანებელი წერტილი, ფოკუს წერტილი, რომელსაც არლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ძალაუფლებაში, ასე ვთქვათ, უზურპატორმა და რა ვიცი, მიმტაცებელმა ხელისუფლების გამოკეტა სახელმწიფოებრიობა სასამართლო. ეს შეიძლება იყოს ფოკუს მთავარი წერტილი და ტრიგერი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიც იქ პროცესზე გამოდის. ელენე, შენ ასე თქვი, ხალხს ვინც აზრს ვეღარ ხედავს ამ აქციებში და სულ ახალ კრიტიკა გვესმის, ჩვენს ხედავთ, რომ აი რა აზრი ქონდა, შეიკრიბნენ, დაიშალნენ ისევ იგივე რაღაცა და ასე შემდეგ და რატოღაც გონიათ, რომ რაღაც აი ესე ერთ დღეში შეიძლება პროცესი გადაწყდეს. მივესალმები პირველ რიგში თქვენ მაყურებელს და მსმენელს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ კი, კრიტიკა ყველანაირი საპროტესტო აქტივობას მოყვება ხოლმე და ყველანაირი კრიტიკა მისაღები და გასაგებია, რა თქმა უნდა, როდესაც ეს არის მიმართული იქითკენ, რომ სხვადასხვა აქტივისტურმა ჯგუფებმა და როგორც აღინიშნა, ბევრი და მრავალფეროვანია ეს ჯგუფები უკვე საბედნიეროდ. ეს პროცესი წარმართონ რაღაცნაირად უკეთესად, ხო, მაგრამ არის ხოლმე რაღაც კრიტიკის ფორმები, რომლებიც არ ვიცი ხა რამდენად არის მაგის ურცეროს ვილაპარაკო, რომელიც ჩემი აზრით შეიძლება რომ პირიქით დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ხო, კრიტიკის ფორმები და ასე შემდეგ, რომელიც უფრო მეტად ფრუსტრაციას გამოიწვევს საზოგადოებაში, ვიდრე რაღაცის გაუმჯობესებისკენ, ასე ვთქვათ, სწრაფვას. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, მე ვიყავი აქციაზე, ბევრი ადამიანი იყო და ვერ შევძელი, რომ ბევრი ჯგუფი მომეცვა, მაგრამ მაქსიმალურად დავდიოდი ვისმენდი აზრებს, ვსაუბრობდი ადამიანებთან და მე სიმართლე გითხრათ, არ დამრჩა ის შთაბეჭდილება, რომ რაღაცა მასიურად აქციაზე ფიზიკურად ვიც ვიმყოფებოდით იმ ადამიანებს გულისხმობ, ხალხი იყო უკმაყოფილო რაიმე. ეს განცდა არ დამრჩა, მე წინადით აქციაზე იყო 31 მარტს, ხო, მაგრამ 31 მარტს, მაგრამ 31 მარტი იყო თუ არ ვცდები, ხო, ეს ბოლო წინასწარ დაგეგმილი დაორგანიზებული დიდი აქცია, როდესაც ჩემ გარშემო ყველა მხრიდან იყვნენ ადამიანები, ზუსტად პარლამენტის წინ ვიდექი გზაზე, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი რაღაცა საქმეზე ილაპარაკეთ, ეს მოწოდება ქონდა, რომ ეს საქმე სიტყვით გამოდიოდა თუ არ ვცდები სალანა ზურაბიშვილი და საქმე ყურებდნენ და რაღაცა ისეთი განცდა მქონდა, რომ აი რომ გამოგვიყვანეთ აქ, რაღაცა ეხა თხოვილად რატო გამოვიდა, ასე გამომიყვანე, კი ბატონო, მე გუშინ ესეთი ადამიანები არ შემხვედრიან, გასაგებია რომ იქნებოდნენ, ეხა ბევრი ვიყავით, ხო, არ ვიცი ხრა როგორ დაითვალა და რამდენი ვიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა ესეთი ადამიანებიც იქნებოდნენ, მაგრამ მე მაგ განცდა რომ გაცილებით მეტი ადამიანია დღეს შეგუებული იმ აზრს, რაც შენ დაწერა გუშინ ძალიან კარგად სხვათა შორის რა და მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ 1 და 2 თვეში და თუნდაც 6 თვეში და 4-5 დიდი აქციით რომ იყოს შესაძლებელი დიქტატურის დამხობა, ანუ არ იარსებებდნენ დიქტატორები. ხო, ეს ესეთი მარტივი უბრალოდ ვერ იქნება. ანუ დიქტატურა მაგისია, რომ არის რთული მისი მოცილება, ყველანაირი ინსტიტუციური მექანიზმი მას ექვემდებარება, იქ ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, ანუ აბსოლუტურად ყველა ვინც შეიძლება რომ სახალხო დამცველიც კი, ხო, რაზე ვსაუბრობთ, რომელიც წესით, თავისი არსით, შინაარსით და მანდატით უნდა იყოს საზოგადოების მხარეს და ადამიანების უფლებებს უნდა იცავდეს და ჩვენ დღეს გვაქვს უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი უფლება დარღვევა, რომელზეც უბრალოდ რეაგირებას არ აკეთებს, ხო? სახალხო დამცველი და რა თქმა უნდა ეს არის რთული და მე ვხედავ გაცილებით უფრო მეტად შეგნებულ ადამიანებს, რომლებსაც გათავისებული აქვთ, რომ ეს პროცესი საჭიროებს დისციპლინას, საჭიროებს მოთმინებას და არის ვადაში იმაზე უფრო გრძელვადიანი, ვიდრე შეიძლება ეს ვიღაცებს პირველ პირში ვსაუბრობ, ცხადია, გვეგონა დეკემბერში. არის საზოგადოების კრიტიკის ნაწილი,
რომელსაც მე ცოტა ვერ ვიგებ ხოლმე სიმართლე გითხრათ, ანუ არ მინდა რომ ხა რაღაც ისინი გავაკრიტიკო ძალიან, მაგრამ ანუ რას მოელიან ხოლმე რომ აი შეიკრიბება აქცია, ესე გამოვაცხადეთ რომ აი დღეს რაღაც მშვიდობიან რევოლუციას ვაწყობთ და ეხლა გამოვალთ და ანუ ჩვენ ხო ვიცით, ანუ ამის ხალხი დაბერდა უკვე რუსთაველზე ამ პროცესში, ხო რომ ეს მასშტაბური აქციები რომლებშიც ბრაზი დუხს არის ყოველთვის სპონტანური და ყოველთვის ხდება რეაქციულ რეჟიმში, ხო? ეს იყო 28 ნოემბერი და მაგალითად მათეს მისჯის ამბავი რეაქციულად გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. როდესაც ეს ხდება წინასწარ ორგანიზებით, ასე ეხლა მოდი, ხო, მანამდე რუსულ კანონზე არაერთი იყო ტიპიკურები პირველმოსმენაზე, გავრილოვის ამბავს და ასე შემდეგ, რომ ძალიან ბევრი გავიარეთ ჩვენ 2019 წელს და აქტიურად პროტესტი დაიწყო საქართველოში იმისთვის, რომ ეს არ გვესმოდეს, ხო, რომ ეხლა ესე ვერ შევიკრიბებით, გეგმიურად ვერ გავბრაზ, ან რა თქმა უნდა ჩვენ სულ გაბარზებულები ვართ განსაკუთრებით მე ადამიანები ვინც აქტიურად ვართ ჩართულები, მაგრამ მე გულისხმობ აი ცოტა ეს მასშტაბურ ისეთ აქციას, რომელიც მე შეიძლება რომ რაღაც ანუ ეს ბრაზი განელდა რაც დეკემბერში იყო. ეს ბუნებრივია, ბრაზი განსისტემაზე არ განელებულა, მაგრამ უშუალოდ აქციაზე, დემონსტრაციაზე რომ რაღაც არ იფეთქებს, როგორც ეს შეიძლება მაგალითად 28 ნოემბერს ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ხო, ეს ყველამ უნდა გაიგოს, ანუ ეს მოხდება რეაქციულ რეჟიმში, ანუ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწევს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ისეთ ბრას გამოიწვევს, რომ ერთ დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი გეგმიურად, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი და გაბრაზებული გამოვა. ეს დღეს არ ხდება. რატო არ ხდება? ვისი ბრალია? ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან რაც გვაქვს, ხო? ამას შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი მიზეზი. აი ამას რაც გვაქვს, ამ ასეთ აქციებს ყოველდღე დგომას და ასეთ უშინელ აქციებს, ამის აზრი რა არის ვაუხსნათ? უწყლეტობა არის, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს ამაზე. ანუ ამის აზრი არის, რომ არ უწყლეტობა აზრი არის, ასე ვთქვათ, საპროტესტო ცეცხლის არ ჩაქრობა, კი, ყოველდღე ერთნაირი ცეცხლი არანთია რუსთაველზე. მაგრამ ჩვენი ყოველდღე ვარ და თუ ვინმეს აინტერესებს სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფები რას აკეთებენ, რა გეგმებია, რა მოსაზრებებია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს მაგალითად რუსთაველზე ყოველდღე და ჩაერთოს მაგალითად აი ამ დისკუსიებში. ანუ პროტესტი მეც უკვე რაღაც გადავეცო და შეგუების რეჟიმში, ანუ გულისხმობ იმას, რომ ვეგუები იმას, რაც გვაქვს, ანუ ვეგუები იმას, რომ პროტესტი არის ყოველდღიური, იქამდე სანამ რაღაც არ შეიცვლება, ვეგუები იმას, რომ პოლიტიკური კლასი არის ისეთი, როგორიც არის, ანუ ისინი შეიძლება გაერთიანდნენ იმის სირგულებას გაერთიანება შეუძლიათ, მაგრამ ამაზე მეტი, ანუ არ არსებობს ამაზე მეტი ერთობა და ანუ მე ხო, ანუ ზოგი პოლიტიკური კლასს აკრიტიკებს, ზოგი სალომე ზურაბიშვილიც არის ის, რაც არის. სალომე ზურაბიშვილი არ არის რაღაც ორგანზომილებიანი ადამიანი, ხო, ისევე როგორც არავინ არ ვართ ორგანზომილები ადამიანი, მასთან არის კავშირში საკმაოდ კონტროვერსიული მოსაზრებები, მისი სიტყვით გამოსვლა შეიძლება იყოს კრიტიკისაგანი, მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტია. რომ როგორც საგარეო მიმართულებით, ანუ დასავლელი პარტნიორები მას არც მე არ მირეკავს მაგალითად მაკრონი, ხო, არც ნინოს და არც აქტივიზმში ჩართულ სხვა ადამიანებს და არც რომელიმე პოლიტიკურ კლასს. პოლიტიკოს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და ასევე ქვეყნის შიგნითაც მე ვხედავ მასში ამის რესურსს, რომ ის არის გარკვეულწილად ისეთი ფიგურა, რომელსაც ძალიან მარტივ ენაზე რომ თქვა, გამოყავს ქუჩაში ბევრი ადამიანი. და ეს დღეს არის მნიშვნელოვანი და აი ამაზე ინფორმით შეტევა, როგორც ზოგიერთი ჯგუფი აკეთებს ხოლმე, ეს კი ბატონო, ანუ კრიტიკა შეიძლება გაიგოს ადამიანებმა სალომე ზურაბიშვილის გამოვიდა და თქვა, რომ ანი წითლიძეს და ნაციონალურ მოძრაობას აქვს რაღაც თავისი მოტივები სალომე ზურაბიშვილის დარეკვილება, ამას არ ჭირდება სადღეგრძელოებიო ის, ანუ ზურაბიშვილის სათქმელი ყოველგვარ მიკი ბოკვის გარეშე უნდა ეთქვა, იმიტომ ადრე თქვა, რომ არჩევნებს არ ემხრობა. ადრე თქვა, რომ არჩევნებს არ ემხრობა და ეხლა აღარ ამბობს ასეც ალსახად და ასე. კი ბატონო, დაველოდო თუ ახლო ეს დღეს მეც არ ვემხრობი არჩევნებს, არჩევნებთან ამაზე ვილაპარაკოთ, დაუცო, მაგრამ ნინოსაზე მაინტერესებს სალომეზე და ზოგადად ამ პროტესტის პერსპექტივას როგორ ხედავ, როგორ წარმოგიდგენ, რამე ხო არ უნდა შეიცვალოს ეს ყოველდღიური მაგალითად ყოველკვირეული ხო არ უნდა გახდეს, იმიტომ რომ კვირას რო გამიმართა უფრო მეტი ხალხი მოვიდა, ის რომ გამოსვლელები არ არის, იქნებ გამოსვლელები უნდა იყოს აწი პოლიტიკოსებს რო არა აქვს სიტყვა, იქნებ აწი უნდა გქონდეთ პოლიტიკოსებს სიტყვა და არა მარტო მათ, მაგალითად ხო გუშინ ვახსენე თქვენი გამოსვლა საინტერესო იყო, იქ იყო კიდე ახალგაზრდების გამოსვლა, რომელსაც რაღაცა პირველად ახსენეს სიტყვა რევოლუცია და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ფორმატებიც ხო უნდა შეიცვალოს, ხო არ მოჭამა თავი ამ თავისთავად, ანუ რაღაცას როცა გამოცდი და უკვე
გადადიხარ შემდეგ ნაბიჯზე, რაღაცა ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს. მე რასაც ვაკვირდები, ხა სად რატომ მივედით, აი 7 თვეა, ერთი და იგივეს ვნაყავთ და დავდივართ, კაი, გაუტეხლად და პრინციპულად ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად გვგრძნობთ, თუ არ მივედით, რა შედეგების მომტანი იქნება ეს ყველაფერი, როგორ დაგვიბრუნდება ეს ყველაფერი უკან. მე რასაც ვგრძნობ, არის ის, რომ ჩვენ არ აყვავს გლობალურად მოაზროვნე მასშტაბის პოლიტიკოსები სამწუხაროდ ქვეყანაში, რომლებსაც შეუძლიათ არ შეიძლება დღევანდელ გლობალურ სამყაროში იყო მხოლოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, შიგნით ნაწილში ჩამალული და რაღაცა პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი და მესიჯბოქსების გამტარებელი. აი რაღაცნაირად მე ვერ ხედავ თვითონ პოლიტიკურ პარტიებში წინააღმდეგობას ერთმანეთში. უთანხმოებას, გამოდის ერთი მესიჯბოქსი და ეს ერთი მესიჯბოქსი ინაყება მთელი კვირის განმავლობაში და არჩევნების თემაზეც მათ შორის. უთანხმოებები არსებობს, მაგრამ არ არიან ფიგურები, რომლებიც ესე საჯარო დებატების სახით დგანან ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლები და დებატობენ, ანუ ღიად საუბრობენ ამას საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ თუ კი მე ვიღაცებს ველაპარაკებოდი, მე განმიხილავ ელექტორატად, მე არ მინდა რომ ელექტორატად, მე მინდა როგორც სახელმწიფოს აი ამ ქვეყნის მოქალაქედ განმო, რომელიც დამკვეთი ვარ შენი რომელიც იმ პოლიტიკას უნდა ატარებდეს, რომელიც ჩემს ხედვასაც ეთანხმება, ასე ვთქვათ, თანხმედრაშია და აი უბრალოდ აუცდით საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთმანეთს. საზოგადოებაში ძალიან მრავალფეროვანი აზრი არის, ძალიან მრავალფეროვანი ხედვა არის, მრავალფეროვანი ჯგუფები ჩამოყალიბდა, მაგრამ არც ერთი პოლიტიკოსი არ ცდილობს, რომ აი ამ ჯგუფებს დაუკავშირდეს და მათი ხედვები გაითვალისწინოს, მათი დაკვეთა გაითვალისწინოს და შემდეგ მიყვეს აი ამ ყველაფერს. რაც შეეხება სალომესაც, ახლა აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, რომ ანუ მე არ მირეკავს მართლა მაგრამ ანუ გავლენა აქ რაღაცა გარკვეული ბექგრაუნდი ხო და ანუ ამაში არის მაგრამ რაღაცა არის რაც აქ მას გადასალახი და ეს არის პრინციპულად საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობების აღება. არ ვიცი რატომ არ ხერხდება ეს ყველაფერი, მე მგონია რომ მაინც თვითონ ვისთანაც აქა ეს მრგვალი მაგიდა და შეთანხმებები იქაც ჯერ კიდე ბევრი საკითხები არის, რომელიც არ არის საბოლოოდ შეთანხმებული. ხო, არჩევნებზე თანხმობა არ არის. არ არის და ნუ მეც წინააღმდეგი ვარ არჩევნების, რომელ არჩევნებზე არის საუბარი, ვისთან ვარჩენო, ვის რა რეალობაში ვატარებთ არჩევნებს დღევანდელ რეალობაში ეს არის წარმოუდგენელი რა. რატომ კიდევ ერთხელ რომ მოისმინონ პოლიტიკოსებმაც, მაყურებლებმაც რა არგუმენტები არსებობს, ისინი ამბობენ რომ აი ლელო მაგალითად რომ ეს პირიქით ბრძოლა იქნება და კიდევ ერთხელ ბრძოლას გაუმართავთ, თბილისს გამოგვლიჯავთ და ასე შემდეგ. არავითარ თბილისის გამოგვლიჯავთ, რა ვიცი 2018 წლის შემდეგ არჩევნები არ ჩატარებულა ისე როგორც უნდა ჩატარებულიყო და არც ერთი უკვე ძალიან ბევრი წელიწადია ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, მაგრამ ერთხელ ყლაპეთ, კაი, მერე წავიდნენ პარლამენტში შევიდნენ. რატომაც არ არის უნდობლობა არის სწორედ ეს რა, რომ პრინციპულობა არ გააჩინა. ეს ადამიანები ამბობენ ერთს, აკეთებენ მერე ორ თვეში სხვას. ხო და შესაბამისად ჩვენ აღარ გიჩნდება მერე უკვე ნდობა ამ ადამიანების წინაშე და უკვე ზიხარ და აპროტესტებ. შენი სიტყვა გაგაქვს უკვე აი პოლიტიკოსი აღარ აკყავს შენ ხარდამჭერი. და ამიტომ რა ვიცი, ჯერ შევთავაზდი საზოგადოებას კითხე. მოდის თუ არა ის საზოგადოება არჩევნებზე, იღებს თუ არა ამაში მონაწილეობას და მე მიიღე გადაწყვეტილება და მე გამოდი და ამის შესახებ ილაპარაკე, ასე ვთქვათ, საქმიანოდ და ნუ აზრი არჩევნებზე წასვლა. მე ვერ ვხედავ ვის რომელ საარჩევნო კამპანიაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ნუ აი ვის პროკურატურა, პოლიცია სახალხო დამცველი ხო ისა რა ქვია საარჩევნო ანუ აი ვისთან ამათთან არა ეს არის ხელისუფალი რომელსაც ბიულეტენმა გაუჟონა მორჩა დამთავრდა იქ ყველაფერზე საუბარი მორჩა იქ რო წერტილი გამოჩნდა უკანა მხარეს დავასრულეთ უკვე იქ არჩევნები სტანდარტი ვერ შეინარჩუნეს გააყალბეს და რა ვიცი მე ხალხს ჩახოცეს ლამის ამ საარჩევნო კამპანიაში არ არსებობს რა ვიცი მე დღეს უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ რეალობაში არ საერთოდ არჩევნების წესიერი არჩევნების ჩატარება და ნუ რა ვიცი თავიდან იყო ძალიან ბევრი რაღაცა მოდელები იყო დასმული საკითხი რა რომ ეს უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეშ სხვა ფორმატით იყო ასევე ის რომ დროებითი ხელისუფლება ანუ რაღაცა
ტექნიკური მთავრობა უნდა ყოფილიყო რაღაცა გარკვეული ვადით, რომელიც შეასრულებდა და თუნდაც იმ 9 პუნქტს, რომელიც უნდა შეგვასრულებინა, ხო, რაღაცა მოკლე ვადაში და ამაზე სამუშაო უნდა დაწყებულიყო. მე რაღაცები აი გადათამაშდა, გადმოთამაშდა, ეს შიდა ეს რაღაცა დახურულ მრგვალ მაგიდაზე შეთანხმდა და მივიღეთ ის რეალობა, რაც მივიღეთ, რომელსაც არ ვეთანხმებით, საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელიც მუდმივად აპროტესტებს იქ და დგას. მე არ ვეთანხმები არჩევნებს ამ ხელისუფლების პირობებში. ქუჩაში დგომებიდან ვინმე ეთანხმებოდეს ამ არჩევნებს. და ეს იყო თემა გუშინ, საუბრობდნენ ამაზე და ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იქნება ლეგიტიმაცია და იყვნენ წინააღმდეგები ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ არ ვეთანხმები თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს. უბრალოდ ერთ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. როდესაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ეს იყო თუ არ ვცდები თებერვალი და პროპაგანდისტულმა მედიებმა დაიწყეს, ხო, თავიდან ამაზე საუბარი. მეც ვიყავი ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ აი ეხლა ეს არის ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში შემოგდებული თემა, ანუ ეს არ არის ქვემოდან წამოსული, ეს არის რაღაცა ზემოდან თავს მოხვეული თემა, იმისთვის რომ რაღაციდან გადაგვატანონ ყურადღება, წინასწარ შექმნან რაღაც პოზიციები, მე პოლიტიკოსები აღმოჩნდებიან საკუთარი ნათქვამის ტყვეობაში და რაღაც შეიძლება შეგვიქმნას შემდეგ და საკუთარ ეგრეალობა დადგა, ხო, ზუსტად, ანუ ბევრმა ადამიანმა ვერ ამოვიცანით სათანადოდ, რომ ეს იყო პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხი, რეჟიმის ერთ-ერთი ხერხი ჩვენ დასაშლელად და ნუ მოხდა ის რაც მოხდა და მე იყო პერიოდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ შეიძლება დამენახა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა როგორც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა ამის ირგვლივ ერთიანობა, პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ ამაში, რა თქმა უნდა და საზოგადოებასაც პროტესტი ჩართულ საზოგადოებას გულისხმობ, თუ იქნებოდა რესურსი, რომ ეს არჩევნები ჩაგვეტარებინა არა იმ წესებით, რაცებითაც ჩატარდა წინა არჩევნები და არა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც დაკვირვებას უბრალოდ საკანონმდებლო დონეზე შეუძლებელს ხდის, არამედ ჩვენი რაღაც გარკვეული პირობებით და სხვა პირობებით ეს შეიძლება ყოფილიყო მაგალითად პოლიტპატიმრების გამოშვება, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით აი ეხლა, როდესაც ბოლო კვირები გვაქვს რეალურად და მალე უკვე დადგება შედეგები და როგორც ჩანს აპირებენ, რომ სრულ უმრავლესობას მათსაც მიუსაჯონ, ხო? და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ უნდა ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი. მე ასე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე და კი შეიძლება ეს ყოფილიყო რეალური საპროტესტო აქტივობაც კი, მაგრამ ჩვენ ხონდა ამოვიდეთ იქიდან რაც გვაქვს. ანუ დაიდო ის შედეგი რაც დაიდო და პოლიტიკურმა პარტიებმა შეცდნენ თუ არ შეცდნენ, არ აქვს ახლა ამ წუთას ამას მნიშვნელობა, ანუ თქვეს რომ არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, შეიძლება ზოგი მათგანისთვის ეს იყო ძალიან გააზრებული პრინციპული პოზიცია, შეიძლება ზოგიერთმა მათგანი უბრალოდ აყვა ერთმანეთს და შემდეგ საკუთარი ნათქვამის ტყვეობაში მოექცნენ, მაგრამ საზოგადოების და პოლიტიკური უმარბა ამბობს ძალიან პრინციპულ უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს რას ნიშნავს? ანუ ეს რამდენიმე პარტია, თუ რამდენიც იქ ორი პარტია არის ჯერჯერობით, ხო, რომელიც ეგრეთ წოდებული ბარიერა გადალახული, რომლებიც ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, შევლენ ამ არჩევნებზე, მათ წინ ხვდებათ რა? აბსოლუტურად გაყოფილი ოპოზიციური ამომრჩეველი ერთმანეთში გახლეჩილი, ხო და აი ეს ძალიან სამწუხაროა, ამას იღებენ თავის თავზე. აი ამას იღებენ, რომ ამას გაახრამავენ არჩევნებში, მაშინ ისინი დაარწმუნდათ. ისინი დაარწმუნდათ იქნებ რომ ჩვენ საზრზე გადმოვიდეთ. მე ვცდილობ ყველანაირად მე კი ბატონო, ანუ აი ეს ელოდებათ მათ წინ დავასრულებ თუ შეიძლება ას რომ ისინი შედიან არჩევნებში, რომელ არჩევნებს უკვე არსებობს გარკვეული აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ამბობენ რომ აუცილებლად არა თვითონ არ ითანამშრომლებენ რეჟიმთან არჩევნებში მონაწილეობის გზით, ანუ ასე ვთქვათ, ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს, არამედ კიდევ ხმებს მოუწოდებენ რომ არ მიიღონ მონაწილეობა. ანუ ეს ხმებიც კი აი ეს ოპოზიციური ხმები, ეს ოპოზიციური ხმები არის ძალიან ბევრ რამეს გადარჩენილი ხმები, ხო? ეს არის ძალიან პრინციპული ხმები, მაგრამ ეს არის ხმები, რომლებიც ვერ მოისყიდა, ვერ დააშინა, ასე შემდეგ და სხვადასხვა манипуляციები ჯერ კიდევ არ ვიცით წინ რა გველოდება, ხო? ასე ვთქვათ, ვერც სახლში დატოვა და ვერც ასე ვთქვათ, თავის ხმებად მიითვალა. ეს არის გადარჩენილი ხმები, რომლებსაც კიდე ყოფენ, ანუ რომლებიც კიდე აუცილებლად გაიყოფენ, იმიტომ რომ აუცილებლად ვერ შედგება თვითმმართველობის არჩევნების საკითხის
განმაგვირგვინო ერთიანობა. ამის იმიტომ კი რომ მე არ მინდა რომ შედგეს, ანუ ამის რესურსს ვერ მხედავ, მე ხათ რომც ვილაპარაკო, გადამიბირონ, ასე ვთქვათ და სხვანაირად შევხედო საკითხად თქვა რომ არა ხალხო ძალიან კარგი ყოფილა თვითმმართველობის არჩევნები და ყველა ბევრმა აქტივისტმა რომ ეს გავაკეთოთ, უკვე ძალიან გახლეჩილია საზოგადოება. უკვე არის დუღილის პირას ეს დისკუსია საშიშ იმას უახლოვდება. უკვე რომ მართლა შეიძლება ისე დააზიანოს პროტესტი, რომ ძალიან დიდი დრო დაგჭირდეს და რესურსის გაღება იმის რომ ეს აღვადგინოთ. ამიტომ ამ წუთას ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი ლელოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სოლიდარობა მათ დაკავებულ ლიდერებს, თუმცა მე აი ამ თებერვალში ეს გასაგები იქნებოდა ამაზე მსჯელობა, ამაზე დისკუსია და ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაშინ იყო სხვა რეალობა და ეხლა გვაქვს რეალობა, როცა უკვე გაიხლიჩა დადგა ის სამწუხარო რეალობა, რაც რეჟიმს უნდა რომ დამდგარიყო და ამ წუთას აი ამის მოტრიალების რესურსს მე უბრალოდ ვერ ვხედავ. გასაგებია და ბოლოს ამ შიმშილობაზე რას ფიქრობთ? ხო, რაღაც უცნაური ამბავი გამოვიდა, თითქოს ოპოზიციის ლიდერი ოპოზიციის წინააღმდეგ შიმშილობს და ხელისუფლებასთან მოთხოვნა არ მაქვს ელენი ამბობს. ხო, ითხოვს რომ ეს არის ელენეს პირადი გადაწყვეტილება და მე ამაზე ჩამოყალიბდეს. მარტო ელენი აღარ არის, ეხლა რეკლამის შემდეგ გედი პოპხაძეს ჩავთავთ. ამის აზრსაც მოვისმენთ ამ თემაზე, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? მე ზუსტად მაგას ვამბობდი ახლა დასაწყისშიც, რომ ყველამ თავისი როლი უნდა იპოვოს და ადგილი ამ პროტესტში. ელენეს გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ასევე გედის და ნებისმიერი ადამიანის, ამიტომ მე ჩემი მხარდაჭერა ყველას აბსოლუტურად ვინც პროტესტში არის და რა ფორმით და როგორი ფორმით ეს არ არის უკვე ჩემი განსაზღვრელი ამ შემთხვევაში. ელენემ აირჩია ეს ფორმა და თვითონ გადაწყვიტოს როგორ და რანაირად, ხო? ანუ მე ვერავის ვეღარაფერს ვეღარ ვეტყვი ახლა დღეს მართებულია თუ არ არის ეს მართებული რა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისი ძალებით მაქსიმალურად იბრძვის და ანუ ეს ბრძოლის ისეთი ძიმე მეთოდია, რომელზეც რა ვიცი. მეც ვიტყვი ჩემ მოსაზრებას მაშინ, ანუ არაერთხელ ვინც მიცნობს და ვინც ასე ვთქვათ მაფოლოებს სოციალურ ქსელში მათთვის არ იქნება დიდი სიახლე. მე ვერ დავუჭერ მხარს პროტესტის და მოთხოვნის ამ ფორმას. მე არ ვთვლი რომ ვინმე უნდა იშიმშილოს და სხეულის დაზიანებაზე სხეული დაიზიანოს. ხო, ეს იქნება ჩემი პოზიცია ყოველთვის, რომ ნებისმიერი ფორმის და ნებისმიერ მოთხოვნით შიმშილობაზე მაქსიმალურად მინდა რომ რაღაც სენსიტიურად ვისაუბრო, იმიტომ რომ საქმე ეხება ელენეს, რომელსაც მე ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მინდა რომ კარგად იყოს. ელენეს აქვს სხვათა შორის არაჩვეულებრივი ძალიან კარგი მნიშვნელოვანი გეგმა, როგორ აპირებს ის რომ რა სტრატეგიით აპირებს ის რომ რეჟიმი დაამარცხოს. ამ გეგმის წარდგენას მოსმენილი მაქვს ეს გეგმა და ვერ მოახერხა წარდგენა რუსთაველზე, იგეგმებოდა ეს რამდენიმე დღის წინ, თუმცა ვერ მოახერხა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და მე აი ამ ბრძოლაში ვხედავ ზუსტად ელენეს იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელიც თვითონ შეიმუშავა და მე გეგმა ამდენი ხანია გეგმას ითხოვს და ყოველთვის ამას ვიტყვი რომ ვიღაცას ქონია არა მხოლოდ ელენე, რომ ბევრნი არის ხა 7-8 ადამიანი და ხო ემატება და მე ყველა მინდა რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ბევრი ადამიანი მეუბნება რომ არ არის ეთიკური რომ მოუწოდა, მაგრამ მე ამ პოზიციაზე ვrჩები, არავინ არ უნდა იშიმშილოს. გასაგებია, მადლობა დიდი. ნინო ლაღიძე და ელენე ქაიხოსროშვილი, სამოქალაქო აქტივისტები, პროტესტის მონაწილეები იყვნენ ჩვენი სტუმრები. როგორც გითხარით, რეკლამის შემდეგ გედავენ პოპხაძე ჩაგვერთვება რუსთაველის გამზირ და ისიც შიმშილობს იქ ელენესთან ერთად, ასე რომ მის მოსაზრებასაც მოვისმენთ. აშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში, დღეს უკვე მესამე დღეა, რაც ელენე ხოშტარია, გედევან პოპხაძე შიმშილობენ პარლამენტთან და ისინი ამბობენ, რომ ეს არის პროტესტის შიმშილობა. ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ის მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება და არჩევნებში არ შევა. ამ თემაზე არ ვიცი რამდენად ეთანხმება მას გედევან პოპხაძე. ის ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ულტიმატუმის ენით არავინ საუბრობს, მე საერთოდ არ მაინტერესებს გახარია და ლელო რას გააკეთებენ. თუ ერთიანი ფრონტი არ გაჩნდება, რომელიც რეჟიმს დაამთავრებს, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს შიმშილობა შევწყვიტო. მივესალმები გედევანს, გამარჯობა, თუ გესმის ჩემი და პირველ რიგში როგორ ხარ ჯანმრთელობის მხრიდან? მადლობა, მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, კარგად და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ აქვს ჩემ ჯანმრთელობას.
კი ბატონო, რაც შეეხება ამ შიმშილობის ასე ვთქვათ მოტივებს, ხო, რაღაც თითქოს გაუკვირდება გამოიწვია, ხო, ხელისუფლებამ აიტაცა ეს განცხადება და ამბობს, რომ პირველად ნახეთ, რომ რაღაც ოპოზიციონერები ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ან რაღაცას აიძულებდნენ შიმშილობით და ასე შემდეგ. შენ როგორც ვთქვი, შეიძლება განსხვავებული აზრი გაქვს ამ საკითხზე, შენ რატო შიმშილობ მარტივად რო აგიხსნა? ჩვენი შიმშილობა არის პროტესტი იმისადმი, რაც ხელისუფლებამ შექმნა. არანაირი ოპოზიციური პარტიების მიმართ პროტესტი არ არის. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ უბრალოდ ხელისუფლების არაფერს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ყავს არალეგიტიმური პარლამენტი, იმას, რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი არაპირებს ახალ სამართლიან არჩევნების დანიშვნას და ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი უკანონო პატიმარი. არიან პოლიტპატიმრები, არიან სინდისის პატიმრები და სასამართლო იქცა პოლიტიკური შეკვეთების შესრულების ასპარეზად. აი ეს სიტუაცია იმდენად კლავს პოლიტიკურ პროცესს, რომ ამისი პროტესტის სხვა ფორმა ამ ეტაპზე არ გამოინახა. რაც შეეხება ოპოზიციასთან მიმართებაში ჩვენ დამოკიდებულებას, ჩვენ არავის კონკრეტულად არაფერს არ ვთხოვთ, უბრალოდ ვსაუბრობთ, რომ თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება ერთიანი ბრძოლის დროშით, უკომპრომისო თანმიმდევრული უშეღავათო ბრძოლის დროშით, ეს რეალობა არ შეიცვლება, თორე ჩვენ არავისგან არაფერს არ ვითხოვთ. რეჟიმია მიზეზი იმისი, რომ ჩვენ შიმშილობთ. რეჟიმია იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში შეიქმნა გაუსაძლისი მდგომარეობა. და ოპოზიციაში ვინა გადაწყვეტილებას მიიღოს ეს მათი საქმეა. აი, ჩვენც ამბობ, რომ ხელისუფლებასთან მოთხოვნა არ აქვს. ხო, შიმშილობა როგორც წესი რაღაც მოთხოვნით იწყება. რომ და ეს მოთხოვნა თუ დაკმაყოფილდება, უნდა შეწყდეს, ხო? ანუ თქვენ მაშინ რა შემთხვევაში შეწყვიტავთ შიმშილობას? მე შიმშილობა შეწყვიტავ იმ შემთხვევაში, ჯერ პირველ რიგში ეს უნდა გადაწყვეტილება მიიღოს ელენემ, იმიტომ რომ ინიციატივა აქციის ამ ფორმის პროტესტის იყო მისი, მე მას სოლიდარობა გამოუცხადე და ვერჩი დაუდექი და მიმაჩნია, რომ მისი პროტესტი იყო სწორი. ამიტომ გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით შეწყვეტა არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მივანდობ იმას, ვინც ინიციატორია საპროტესტო ამ ფორმის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ გვექნება როგორც პოლიტიკოსებს ის სივრცე, რომელთაც რეალურად ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, შიმშილობა არ არის ფორმა, რომელთაც უნდა ელაპარაკო რეჟიმს, რომელსაც არ აქვს ემპათია, რომელსაც ყავს ნაწამები და უკანონოდ დაპატიმრებული უამრავი ადამიანი, მე იმას თავი შევაცოდო და უთხრა, რომ აიცი რა, მე შიმშილობ ჩემ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს გავაფრთხილდე და გამოვშვი ეს ხალხი ციხიდანო, ამას რეჟიმი არ იზამს, მაგრამ მეორე მხრივ თუ გაჩნდება ძალა, რომელიც რეჟიმს დაანახებს რეალურად, რომ არის ისეთი რესურსი, რომელსაც ამ რეჟიმის დამთავრება შეუძლია, რეჟიმი მაშინ უკან დაიხევს. ამიტომ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს მაინც ალბათ ელენე და მე ვიქნები სოლიდარული მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ბრძოლის რეალურ ძებზე გადავალთ და რეალურად გაჩნდება ძალა, რომელიც ოცნების თამაშს კი არ თამაშობს, არამედ უკომპრომისად უშეღავათოდ იბრძვის, მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება ის პოლიტიკური სივრცე და ხალხს გაუჩნდება ის პოლიტიკური სივრცე, ვინც აპროტესტებს დღევანდელ რეალობას, რომელშიც ჩვენს შევძლებთ ჩვენი როლის და ჩვენი ადგილის პოვნას. ბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ ამ რაღაც ძალის გამოჩენა ახლა? ხო, ამ დღე ასე უცებ ალბათ ეს ვერ მოხდება. რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს მაშინ ამაზე რო ვისაუბროთ? არაფერი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს რაღაცა ისეთ დღის წესრიგს ქმნის, რომელიც რეჟიმის დამთავრებაზე არაა ორიენტირებული, უნდა გადავიდეს აი ამ დღის წესრიგით ცხოვრებაზე და ასეთ კონფიგურაციაში მე ჩემ თავს ვხედავ, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში მგონია, რომ უბრალოდ რაღაცნაირად უნდა გავაპროტესტო მაშინ მკვეთრი ფორმით არსებული რეალობა. თუ მე უბრალოდ პროტესტით არ მინდა შემოვიფარგლო, მე მინდა ბრძოლა, მაგრამ ამისათვის საჭიროა არსებობდეს ამ ბრძოლის სივრცე. ხო, აი რატო არ არსებობს ეს სივრცე, რა ახსნა გაქვს შენ? მე რა შენცო აფასებ არსებულ ვითარებას. სივრცე არ არის ჯერ ერთი, იმიტომ რომ რეჟიმია, რეჟიმს უპირისპირდები და რეჟიმი კლავს ნებისმიერ ისეთ გამოვლინებას, რომელიც მის განადგურებაზე ორიენტირებული. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის
არაერთიანი პოზიცია და მეორე მხრივ არა ასეთი მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული პოზიცია, რა თქმა უნდა, ამ სივრცეს ზღუდავს. ხო, ნუ აი ოპოზიციას უჭირს რაღაც განსაკუთრებით მთავარ თემებზე გაერთიანება, ხო? თითქოს აქამდე არ უჭირდა ბოლო პერიოდში, ხო, რაღაცებზე ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, კი. შეთა ეს როგორ უნდა შეიცვალოს, როგორ წარმოგიდგენიათ? ნუ მე მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ ამდენი პოლიტპატიმარი რო არის, პოლიტიკური ლიდერები რო ციხეებში არიან. ეხლა ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რეჟიმი როგორ უნდა დავამთავროთ, თუ თუნდაც იმაზე, თვითმმართველობის არჩევნებზე ვინ რა მანდატს აიღებს საკრებულოში. ეხლა ის წესრიგი უნდა შეიცვალოს რა, უნდა ის წესრიგი უნდა იყოს განსაზღვრული პოლიტიკური წესრიგი, როგორ ვითანამშრომლოთ იმისათვის, რომ დავამთავროთ რეჟიმი. ეს უნდა იყოს პოლიტიკური წესრიგი. კი ბატონო, არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება კიდევ ერთხელ გვიტყვა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ვიხოთ იმისა, რომ შიმშილობთ, ვიხოთ იმისა, რომ ასეთი განსხვავებული პოზიციებია, ლელო და უკაცრავად გახარიას პარტია არ იცვლიან აზრს. ის კი არა, ნუ სალომე ზურაბიშვილი თავიდან ამბობდა, რომ ის ეწინააღმდეგება არჩევნებს, მაგრამ გუში თქვა, რომ ისთვის თავარი ერთიანობა. ანუ რაზე შეთანხმდებიან პარტიები, მეც იმას დაუჭერო და ახლობით ასე გამოვიდა, ნუ მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში და შენს დაუჭერ რაზე შეთანხმდებიან. ვინაიდან პრეზიდენტი ასეთ მოცემულობას გვთავაზობს, მერაბ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ბრძოლისათვის. და რა თქმა უნდა, გახარიაც და ლელოც თუ იქნება ამ პლატფორმის ნაწილი, ეს იქნება რეალური გამარჯვება, იმიტომ ეს იქნება ძალიან ძლიერი ძალა, რომელიც ერთიან ფრონტს შექმნის, მაგრამ თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, მე არ მიმაჩნია სწორად, რომ მანდ-მაინც ამ ძალაზე ავიღოთ ორიენტაცია, რომ თუ ის არ იქნება, მაშინ უნდა დავიხოცოთ და შიმშილით უნდა მოვკვდეთ. ეს არ არის სწორი. თუ ჩნდება რაღაცა ძალა, რომელიც უკომპრომისოდ იბრძვის, პრეზიდენტის პირობა, რომ ის სხვანაირ მოცემულობაში არავის მხარეს არ იქნება, ალბათ შენარჩუნდება, ხო, მაგას ხო არაფერი არ შეცვლის. ერთიანობა არჩევნებთან დაკავშირებით ვერ იარსებებს, იმიტომ რომ გუშინაც ხო დავინახეთ ხალხს რა განწყობა აქვს რუსთაველზე, ვინც შეიკრიბა, ის არის მოტივირებული ადამიანები და ამ ადამიანებს უნდათ რეალური ბრძოლა რეჟიმის დასამთავრებლად. რა რეაქცია იყო, როცა გამომსვლელმა პატიმარი ადამიანის დამ თქვა, რომ არა არჩევნებსო მომიტინგეების მხრიდან, ეს ყველამ დავინახეთ, ხო? ეხლა მე პოლიტიკოსი ვარ და თავი არ უნდა მოვიტყუო, მე არ უნდა ვთქვა, რომ საკრებულოში თუ შევალ, მე ამ ხალხის პოლიტიკურ სურვილებს დავაკმაყოფილებ, იმიტომ რომ სიცრუე იქნება და უნდა ვიბრძოლოთ ერთიანი ფრონტით. რა ეტაპზეც მიიღებს ესა თუ ის პარტია ამ გადაწყვეტილებას, ეს მერე შეიძლება მოხდეს, მაგრამ უნდა გაჩნდეს პოლიტიკური პლატფორმა წინააღმდეგობის ისეთი, რომელიც არის უშეღავათო და რომლის კარები ღია ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა რეჟიმის დასასრულებლად. კი ბატონო, ანუ გამოდის, რომ ორი პარტია შეიძლება დარჩეთ, ხო, ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თუ ის ორი პარტია არჩევნებზე გავადა. ბევრი ამბობს, რომ ეს ყველაზე ცუდი ვერსია არის, ასე თქვა. ნუ დრო საფიქრალე ყველას აქვს. მე მიმაჩნია, რომ ქართულ ხალხს არ აქვს იმისი დრო, რომ დაგველოდოს ჩვენ. ამიტომ ვიღაცამ უნდა დაიწყოს ეს ბრძოლა, უკომპრომისოდ, უშეღავათო ბრძოლა. აი ეს ბრძოლა კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატოს? მე ვინ როგორ მოიქცევა? პოლიტიკურ სივრცე მათ ექნებათ იმისთვის, რომ ისინი ხო ხვდებიან, რომ ამ ხალხის გარეშე ვინც რეალურად იბრძვის ჩვენთვის, მერაბ თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას აზრი არ აქვს. ეს ხალხი თუ არ მოვა არჩევნებზე, თუ იმიდან თბილისში რეგიონებიდან ხალხს გადამოწერს ოცნება, რა არჩევნებზე გავდივართ? არ არსებობს ამ ქვეყანაში არჩევნები. მაშინ უნდა კონდეს ელემენტარულად იმისი შანსი, რომ ქვეყანაში არის ესეთი არჩევნები, ხო და არჩევნები არ არსებობს და ჩვენი ამომრჩევლის ხმები, ჩვენ ნოტარიულად კი არ გაგვინფორმა ამომრჩეველმა, რომ მე ეს ხმები ვიღაცას გადავცეთ. ეს არის ნდობა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს თუ ჩვენ ბრძოლაზე და უკომპრომისობაზე ვარს ვიტყვით, თუ დაინახავენ, რომ ჩვენ არა ვართ თანმიმდევრულები და არა ვართ ბრძოლისთვის მზად, ხალხი ვარს იტყვის ჩვენ მხარდაჭერაზე და მე მიმაჩნია, რომ ეხლა მთავარი პოლიტიკური შემკვეთი არის ქართველი ხალხი, მას უნდა ევროპა, მას უნდა რუსული რეჟიმის ამ კოლაბორაციული რეჟიმის დასასრული და ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს შეკვეთა. ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური წესრიგი.
ხო, მაგრამ ის მეორე მხარე კითხულობს, რომ კარგი არჩევნებში თუ არ წავედით, ბოიკოტის მერე რა ხდება? ანუ ეს ბრძოლა კი ამბობთ, მაგრამ კონკრეტული გეგმა არავის არ აგაქვთო და ხალხის ბევრი არის, ვინც ქუჩაში გამოდის, რომელიც ამბობს, რომ ხო, კონკრეტული ვერაფერი მოვისმინეთ, თქვათ, როგორ ვაპირებთ ამ ბრძოლას. შენ გააქვს წარმოდგენილი კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი? მერაბ, ბოიკოტი ამ შემთხვევაში თავისთავადი პოლიტიკური პოზიციაა. საუბარი იმაზე, რომ აი ბოიკოტის მერე რა მოხდება, არჩევნების მერე რა მოხდება. აი ავირჩიეთ თბილისის მერად ლევოს წარმომადგენელი და უკეთესად იმუშავა დასუფთავების სამსახურმა, ხო? ეს არის ჩვენი ამოცანა? აი ბოიკოტის ამოცანა მე ვიცი რაც არის, ეს არის არაღიარება რეჟიმის, მისი დელეგიტიმაცია. და დელეგიტიმიზებული რეჟიმი კარგავს საშინაო სუვერენიტეტს და ამას ემატება საგარეო სუვერენიტეტის დაკარგვა, რომელშიც ის თვითონაა ჩართული და როცა ასეთი მოცემულობა იქნება, რეჟიმი დაემხობა. ეს არის ბუნებრივი და სწორი პროცესი. ეს არის როცა ხალხი არ აღიარებს იმას, ვინც არის თვითმარქვია და არის უზურპატორი. და ახლა ამასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ საკრებულოს მანდატები გადანაწილდეს უფრო დიდი ლოგიკაა. ნუ მე მაშინ უნდა მომესმინა რაღაცა უფრო რაციონალური, ვიდრე არის ბოიკოტი და ბოიკოტი მე მინახია საქართველოს ისტორიაში, ეს იყო 90 წლის მარტში, ეს იყო ბოიკოტი, რომელმაც მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და მე მგონია, რომ ანალოგიური რამის გაკეთების რესურსი დღეს ქართულ ხალხს, ქართულ ერს გააჩნია და ამიტომ უნდა გავიაროთ ერთად ეს გზა. ვისაც ამაში კითხვის ნიშნები აქვს, მე იმ ადამიანებს ამ კითხვის ნიშნების მოხსნაზე არ ვიმუშავებ. მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ რეჟიმი დამთავრდეს და ყველა თავის კითხვის ნიშნებს თვითონ გაცეს პასუხი. კი ბატონო, თუმცა იგივე ხალხი, ვინც აქციებზე გამოდიოდა ადრე, აღარ გამოდის სწორედ იმ მიზეზით, რომ აი კონკრეტულ რაღაც ნაბიჯებს ვერ ხედავ ამბობს, კონკრეტულ აი სალომე ზურაბიშვილი გამოვა და რაღაცებს სიტყვის მერე ისევ დაიშლება აქცია და ასე შემდეგ. და ან ვინმეს თუ აქვსო კონკრეტულად წარმოდგენილი ეს ბრძოლა რა ნაბიჯებით რა უნდა, ანუ ერთ ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი, მესამე ნაბიჯი, ასეთი რამ თუ გაქვთ წარმოდგენილი. ხო და თუ გვინდა რომ ეს ხალხი არ დავკარგოთ, ამ ხალხს უნდა დავანახოთ ეს ბრძოლა. ამ ბრძოლის მთავარი პრინციპი არის არაღიარება, არ თანამშრომლობა, დელეგიტიმაცია რეჟიმის. ამიტომ დაიდო მანდატები, ამიტომ უარი ითქვა მანდატებზე, ამიტომ უარი ითქვა სახელმწიფო დაფინანსებაზე, ამიტომ წავიდა ხალხი ციხეებში. და ეხლა ამ ყველაფრის გადათამაშება არ შეიძლება, არ არის ეს სწორი. თუ მივდივართ დელეგიტიმაციის გზით, უნდა წავიდეთ ბოლომდე დელეგიტიმაციის გზით. მაშინ რა აზრი ქონდა საპარლამენტო მანდატის დადებას და უარის თქმას საპარლამენტო მანდატზე, თუ მე საკრებულოს მანდატისთვის იწყებდი ბრძოლას, ამაში ლოგიკა არ არის. ანუ არათანმიმდევრულობაა ახლა. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულობა არის. მერაბ ის რომ თუ ვამბობთ, რომ ჩვენ დელეგიტიმაციაზე მუშაობთ, ესე იგი ბოიკოტია დელეგიტიმაციის ფორმა. არჩევნებში მონაწილეობა არის ლეგიტიმაციის ფორმა. ამაში რა არის გაუგებარი? მე ვერ ვხვდები საერთოდ რატო გახდა ეს მსჯელობისაგანი, იმიტომ რომ ეს არის 2x2 4. ხო, კი ბატონო, საბოლოო ჯამში შეიძლება არც ბოიკოტმა გამოიღოს ხო ის შედეგი, რასაც თქვენ ელოდები, ან ვინმე ელოდება, იმიტომ ეს ხელისუფლება არ რეაგირებს. დაჯაყებამაც ვერ გამოიღოთ შედეგი, ხო? მაგრამ დღეს кайხოს რო არის მთაწმინდაზე და ჩემთვის როგორც ქართველისთვის ეს არის შედეგი. საქართველოს არის დამოუკიდებელი და ჩვენ გმირები ვყავს, რომლებაც ეს დამოუკიდებლობა თავისი მადლით და თავისი თავგანწირვით შექმნეს. ამიტომ თუ ეხლა ჩვენ მივდივართ ამ ბოიკოტზე, მაშინ ჩვენ მართლა შევკვიდავთ ჩიმშილობას და მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ თუ ჩვენ გვიტოვებენ მარტო ამ სივრცეს რომ დაიხოცეთო, ეხლა მე მაგაზეც არ დავიხე უკან, მაგრამ იცოდეთ რომ თავის მოტყუება პოლიტიკაში არის ყველაზე არასწორი საქციელი. რეჟიმს უნდა ებრძოლო თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ. ეს იძლევა შედეგს, ხოლო კეკლუცობა და მისი ლეგიტიმაცია იძლევა ცუდ შედეგს. ხო, უბრალოდ ბოლო კითხვა აძლიერებს რეჟიმს. ხო, მაგრამ ხელისუფლებას რეაქცია არაფერზე არ აქვს. ხო, ხედავ, ანუ არც ქუჩაში ბევრ ხალხზე, არც პროტესტზე, არაფერზე და ამან გაუჩინა ნიხილიზმი. ბევრს რომ ნუ აზრი არაფერს არ აქვს ამათთან, იმიტომ რომ არაფერი რეაქცია. ამიტომაა საჭირო აქტიურობა, საჭიროა კამპანიური ხასიათი ამ ბოიკოტის, საჭიროა იმისი დემონსტრირება, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე და საშინაო დონეზე, ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი.
და რამდენი ხანი იქნება ხელისუფლება სირაქლემის პოზაში, მე მაგას ვნახავ რა და ყველა ვნახავთ მაგას, რომ ბოლოს სირაქლემას თავი დარჩება მიწაში და ტანი დაეცემა უსულოდ. გასაგებია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და გამძლეობას გისურვებ პირველ რიგში და ჯანმრთელობას. მადლობა მერაბშა. ეს იყო გედევან ფეფხაძე, რომელიც რუსთაველის გამზირიდან გვერდებოდა, ის უკვე მესამე დღეა რა ჩიმშილობს ელენე ხოშტარიასთან ერთად. ნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები საქართველოში, ჩვენ ბუნებრივია ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მის გაშუქებას, მე გემშვიდობებით ხვალამდე 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.